რკინა დეფიციტურ ანემიას შესაძლოა ჰქონდეს გასტროენტეროლოგიური მიზეზი, მათ შორის ისეთ პაციენტებშიც, რომლებსაც გასტროენტეროლოგიური ჩივილები არ აქვთ. თუმცა, რკინა დეფიციტური ანემიის მიზეზების იდენტიფიცირება იმდენად მძაფრ და წესიერ სისტემურ კვლევებს მოიცავს, რომ მინდა რომ ეს ექიმებიც და პაციენტებიც ზოგადი მონახაზი გაუკეთო ამ ყველაფრის რა, ანუ როგორ შეიძლება მიუდგნენ რკინა დეფიციტური ანემიის გასტროენტეროლოგიური მიზეზების ძიებას. ეს სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ პაციენტის წინასარგანწყობები ზოგადად სერიოზული პრობლემაა რა ყველასთვის და წინასარგანწყობებს ხშირად ექიმის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია ათვლის. უყურეთ, ახლა წარმოიდგინეთ პაციენტი, რომელიც ამ რკინა დეფიციტური მდგომარეობის ან რკინა დეფიციტური ანემიის გამო იტარებს რკინის გადასხმებს, უწევს ხშირად კლინიკასთან კონტაქტი, ხარჯავს თანხებს და ამ დროს კიდევ მისი ჰემატოლოგი ეუბნება, რომ წადი გასტროენტეროლოგთან და მიდი და გამოიკვლიე გასტროენტეროლოგიური შეწოვის პრობლემა იქნება ალბათ. და ეს პაციენტიც გახარებულია გონია, რომ აქ რაღაცა ძალიან მარტივად მიაგნო მიზეზი, რაღაცა მუცლის შებერულობაც აწუხებს, თქვათ ან გულძმარო აწუხებს, აქვს რკინა დეფიციტური ანემია და მას შეიძლება წარმოედგინოს, რომ მივა გასტროენტეროლოგთან, გასტროენტეროლოგი რაიმე მაგიურ წამალს დაუნიშნავს და ამით რკინა დეფიციტური ანემიაც მოიხსნება და ეს მისი გასტროჩივილიც გაუმჯობესდება. თუმცა ეს რეალობას არ შეესაბამება და ეს რო წინასწარ იცოდეს პროცესი პაციენტმა, შესაბამისად მისი მომზადებულიც მეტად იქნება, თუნდაც ფსიქოლოგიურად მომზადებული მეტად იქნება და მეტად მოახერხებს კვლევების ბოლომდე მიყვანას და მეტად მოახერხებს ისე წყობრად და სისტემურად რაღაცეების დალაგებას. მოდი მიმავხილოთ მიზეზები რა. ამ მიზეზებს მიმავხილვას ერთი ვიდეო პატარა კი არა, არ ეყოფა ვიდეოების ციკლი, მაგრამ ვეცები რომ ესეთი მიმოხილვა გავაკეთო, რომ დაახლოებით პროცესის შესახებ გქონდეთ წარმოდგენა. რკინა დეფიციტური ანემია შეიძლება გამოიწვიოს რკინის როგორც კარგვამ, ფარული ან ხილული სისხლდენის დროს, ასევე რკინის შეწოვის პრობლემა. ეხლა ვიტყვე თითოეულ ამ მიზეზზე რა, რას როგორ უნდა მივიღო. ნუ ერთი შეხედვით ნათელია კლინიკური სცენარი, როდესაც პაციენტს აქვს სისხლდენის ნიშნები, როცა სისხლს აღებინებს, ან აქვს შავი განავალი, სუსტდება, წნევა ეცემა და ხვდება საავადმყოფოში. აქ ბევრი გასარჩევი არაფერი არ არის, ეს პირდაპირ მიუთითებს სისხლდენას გასტროენტეროლოგიური ტრაქტიდან. მაგრამ რთულის დასადე ყველა სისხლდენა ასეთი არ არის. ყველა სისხლდენა არ არის მძაფრი, რომ პაციენტი სტაციონარში მოხვდეს სისხლდენის გამო. სისხლდენას როგორც წესი, მცირე სისხლდენებს ადამიანის ორგანიზმი აკომპენსირებს და ამით სასიცოცხლო საფრთხე მას არ ექმნება ხოლმე. განსაკუთრებით რთული მისაგნებია ფარულად მიმდინარე სისხლდენები, რომელზეც შეიძლება ძალიან ბევრი კვლევა გახდეს საჭირო და მაინც ვერ მიაგნოს ექიმმა მიზეზს ამ ფარული სისხლდენისას. ფარული სისხლდენა ისევე როგორც ხილული შეიძლება მოხდეს ყველა ნაწილიდან, უყურეთ, პირიდან ანუსამდე არის დაახლოებით 8 მეტრი ამ ორგანოების, რა ძალიან ბევრი საყლაპავი, კუჭი, 12 გოჯა ნაწლავი, მლივი ნაწლავი, თეძოს ნაწლავი, მსხვილი ნაწლავი, ძალით და შუაში კიდევ ღვიძლის ანაღლეგზები, პანკრეასი, ანუ ძალიან დიდ ორგანოთა სისტემაზე ვლაპარაკობთ რა. ხო და ამ დიდი ორგანოთა სისტემიდან ახლა ნებისმიერი ადგილიდან საიდანაც რამე პატარა სისხლდენის კერასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ანემია. თუ იქიდან სისხლდენა არის ისეთი პერმანენტული, ქრონიკული და ამ შემდეგ. ამას შესაძლოა სისხლდენის კერის პოვნა შესაძლოა ჭირდებოდეს გასტროსკოპია ხარისხიანად შესრულებული, კოლონოსკოპია უგუნიდან დათვალიერება და რაზეც ყველაზე მეტად გული მეთანაღრება ხოლმე სისხლდენების ძალიან მცირე პროცენტში, მაგრამ მცირე პროცენტი ძალიან საჭიროა კაფსულ ენდოსკოპია. კაფსულ ენდოსკოპია არის ნაწლავების იმ მონაკვეთის დათვალიერება კაფსულის, ვიდეო კაფსულის გადაყლაპვის გზით, რომელსაც ენდოსკოპისტი ვერ უდგება ვერ ზემოდან და ვერც ქვემოდან. და ეს კვლევა ფართოდ და მაღალი კვალიფიკაციით ჩვენს ქვეყანაში ხელმისაწვდომი სამწუხაროდ არ არის. არადა წვრილი ნაწლავიდან სისხლდენების უდიდესი ნაწილის დიაგნოზის დასმა ხდება ხოლმე სწორედ კაფსულ ენდოსკოპიის საშუალებით. იქ ხდება სისხლდენის კერის იდენტიფიცირება, რა არის, საიდან ზის სისხლი, რაღაცა ანგიოდეფორმირებული სისძარღვი, რაღაცა ანგიოდისპლაზია არის თუ რაიმე სიმსივნური წარმონაქმნია თუ რა არის, აქედან შეიძლება მოხდეს ამის იდენტიფიცირება. ასე რომ ისეთი სისხლდენების მართალია რომ წვრილი ნაწლავიდან ხა სისხლდენების მცირე ნაწილი იქნება გამოწვეული, უდიდესი ნაწილი იქნება გასტროსკოპიის დროსვე მიაგნებს ექიმის სისხლდენის მიზეზს. უფრო დანარჩენ ნაწილს კოლონოსკოპიის დროს მიაგნებს, მაგრამ რაღაცა ნაწილი დარჩება, სადაც წვრილი ნაწლავების შუაში გახდება სისხლდენის კერის პოვნა საჭირო. რასაც საქართველოში სამწუხაროდ პაციენტი ამ მონაცემებით ხარისხიანად და მაღალი კვალიფიკაციით, ასე ხელმისაწვდომი კვლევებით ვერ მოახერხებს. მეორე მიზეზი არის შეწოვის პრობლემები, როგორც ვთქვით. შეწოვის პრობლემებზე ექიმს წარმოდგენა არ ექნება მხოლოდ ენდოსკოპიას თუ აკეთებს, ანუ მხოლოდ ვიზუალს თუ ათვალიერებს კუჭის 12 გოჯა ნაწლავის და მსხვილი ნაწლავის და წვრილი ნაწლავის, წარმოდგენა არ ექნება იქიდან ექიმს შეწოვის პრობლემები აქვს პაციენტს თუ არ აქვს. შეწოვის პრობლემებზე წარმოდგენა რო შეექმნას, ამისთვის საჭიროა ბიოფსიების აღება. ცელიაკია შეიძლება ვიზუალურად არ გამოვლინდეს, მაგრამ ქსოვილების კვლევით დაისვას ცელიაკიის დიაგნოზი, რაც არის რკინა დეფიციტური ანემიის
ისეთ პაციენტებშიც კი, ვისაც გასტროჩივილები არ აქვს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი. ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული ატროფიული გასტრიტი, რაც დროს შეწოვის პრობლემები შეიძლება იყოს, ასევე ბიოფსიებით ვლინდება. ენდოსკოპისტმა შეიძლება ეჭვი მიიტანოს ამაზე, თუმცა ატროფიული გასტრიტის ხარისხის აღწერა, რომლის გარეშეც მერე მისი მეთვალყურეობა წესიარად ვერ მოხდება, ეს მხოლოდ ბიოპტატების კვლევით არის შესაძლებელი. ჰელიკობაქტერიის დადგენაც ბიოპტატის კვლევით მოხდება. ასე რომ, ეს თუ არის გამოტოვებული და პაციენტს უბრალოდ გასტროკოლონოსკოპია აქვს ჩატარებული, იქ შეიძლება სიზღდენის ხილული კერა არ იყოს, მაგრამ შეწოვის პრობლემები არის თუ არა, იქიდან ექიმი დიდად ვერაფერს ვერ მოხდება მაინც. ასე რომ, სანამ რახან ეს კვლევები ძალიან მძაფრია, რახან ეს პაციენტიც გადაქანცულია ამდენი სხვა კვლევებით და კიდევ სხვა ექიმებთან სიარულით, ხო? ჯობია რომ სანამ რკინა დეფიციტური ანემიის კვლევას დაიწყებს, კარგად კონდეს ექიმს ჰიპოთეზა ჩამოყალიბებული, რა დონეზე უნდა კვლევა, საიდან უნდა, ბიოფსია უნდა, არ უნდა, ზედა, ქვედა ენდოსკოპია, კაფსულ ენდოსკოპია, რაღაცეები ექიმმა წინასწარ თუ არ გაიაზრა, პოსტფაქტუმ მერე ინფორმაციის დიდი ნაწილი აბსოლუტურად დაკარგულია, ანუ ტყუილად არის ჩატარებული და დიდი აზრიც არ აქვს ხოლმე და ტყუილად უბრალოდ მოვალეობას იხდის ხოლმე ექიმის და პაციენტს, რომ აი ხო ჩავატარე კვლევა და მიზეზი ვერ ვინახე რა და ეს არ არის სწორი რა. შეჯამებისათვის ვთქვათ, რომ რკინა დეფიციტური ანემიის კვლევა განსაკუთრებით დუსიმპტომო პაციენტებთან საკმაოდ რთულია, საკმაოდ მძაფრია და გირჩევთ, რომ თუ ამ კვლევას აპირებთ მართლა სერიოზულად, ძალიან გთხოვთ არ იჩქაროთ. ნახოთ აუცილებლად ექიმი, ვინც დაგეგმავს ამ კვლევებს, შეადგენს წინასწარ კლინიკურ კითხვებს, რა კითხვებზე პასუხის მოპოვებაც აინტერესებს კვლევები და მერე დაგიგეგმავთ ამ კვლევებს სიფრთხილით, თორე სიჩქარით როგორც წესი და ასე ზედაპირული კვლევით როგორც წესი ანემიის გასტრომიზე შეიძლება იყოს და უბრალოდ ვერ დადგინდეს და პაციენტმა გაანაგრძოს წვალება სხვა სიმპტომური მკურნალობების ანაბარა მარტო.